მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV, რომელიც წარმოგიდგენთ კროკობეთ დიდიათის გათამაშებას. დღეს კი მე-13 ტურის მატჩი არის ჩვენს პირდაპირ ეთერში. ბათუმის ბათუმი დაუპირისპირდება ბოლნისის ყოჩებს. თამაში გაიმართება ბათუმში და ძალიან კარგად ხვდება ბათუმის დღევანდელ მატჩს. ისინი მესამე ადგილზე არიან 37 ქულით და მოგების შემთხვევაში ძალიან მიუახლოვდებიან უკვე ქუთაისურ არის, რომელიც 53 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო რაც შეეხება ბოლნისის ყოჩებს, მათ საკმაოდ რთული სატურნირო მდგომარეობა აქვთ, ისინი მე-10 ადგილზე იმყოფებიან, მხოლოდ და მხოლოდ 11 ქულა აქვთ ბალანსზე და უახლოეს მდევარს მე-9 ადგილოსან ტაოს 8 ქულით ჩამორჩებიან. დღეს თქვენთან ერთად ვიქნებით მე ირაკლი ბაღათურია და ჩემი კოლეგა გელა ლემონჩავა. მოგესალმებით პატივცემულო რაგბის გულშემატკივრებო, გიბრუნდებათ კროკობეთ დიდიათი უკვე ამ ახალი წლის შესვენების შემდეგ, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ რაღაც 1-2 გადადებული მატჩი გაიმართა მოკლედ წინა კვირას. ახლა კი ბათუმი დაუპირისპირდება ყოჩებს შინ. საინტერესო მატჩს ველოდებით მაინც იმის მიუხედავად, რომ ბათუმი ცხრილში ფავორიტია ყოჩებზე, რადგანაც პირველ ტურში ყოჩებმა სწორედ ბათუმს ძლია, რაც ეს ყოჩებს რაც აქვს მოპოვებული ეს 11 ქულა და 2 გამარჯვება ლელოსთან და ბათუმთან, ერთ-ერთი სწორედ ბათუმი გახლავთ და ამიტომ ველოდებით საინტერესო მატჩს. ბათუმს თავის მხრივ რევანში აქვს ასაღები ყოჩებთან და ამ გუნდს ჩვევია ხშირ შემთხვევაში ხოლმე ცოტა მძიმე სტარტი სეზონის დროს და შემდეგ უკვე როგორც მათ ჩვევიათ სეზონის მეორე ნახევარში გამოასწორეს მათ თავისი ეს შედეგი და უკვე მოწინავე პოზიციებზე მე-3 ადგილზე არიან, როგორც უკვე ირაკლიმ მოგახსენათ. მოკლედ ყოჩებს ყოველივე ქულა, თუნდაც ბონუს ქულაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესეთი მოკლედ საინტერესო სიტუაცია გახლავთ დიდიათის ცხრილში. ხوار გადავიდეთ ნელ-ნელა გუნდების შემადგენლობაზე, რადგან წესით უკვე ძალიან მალე უნდა დაიწყოს თამაში. მე გაგაცნობთ სტუმრებს ბოლნისის ყოჩები, პირველი რატი სამყურაშვილი, 2 ოთო გალდავა, 3 ილდარ პატარაია, 4 მიხეილ აბრამიშვილი, 5 ბექა ბერსენაძე, 6 იოსებ გუშარაშვილი, 7 გურამ გოგიძე, 8 ჟორამ ღებრიშვილი, 9 თენგიზ პერანიძე, 10 ლაშა მალაღურაძე, 11 თემურ ჭიჭინაძე, 12 გიორგი გამყრელიძე, 13 რანი ფხალაძე, 14 ლევან გოგოლაშვილი, ხოლო 15 ჯონი თორღვაშვილი. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი გახლავთ ვიქტორ დიდებულიძე ტრადიციულად უკვე. მე მასპინძლების შემადგენლობას მოგახსენებ, ჩერკინების პირველი ხაზი გიგა კობახიძე, ვაჟა თაგაური და ჯაბა შათირიშვილი, მეორე ხაზში ნუკრი ფერსელიძე და მანუელ რატუნიარავა ითამაშებენ. მესამე ხაზი გიორგი თხილაიშვილი, 7 ნომრად ლაშა ფოფხაძე, რომელიც დღეს უკაპიტნებს გუნდს და 8 ნომერი გახლავთ გიორგი შუკაკიძე. 9-10 ნომრებად ითამაშებენ არჩილ თურმანიძე და ბუბა ნოზაძისწყვილი, ფრთაზე ვაჟა მიქაძე და რომა მახათაძე გაირჯებიან, ცენტრებში გიორგი წიკლაური, კავეკინ ტამბუ და 15 ნომრად ზურა ფირცხალაიშვილი. ხო საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით არის წარმოდგენილი ბათუმის ბათუმი, იქიდან გამომდინარე, რომ მარკაფაში ვხედავთ ისეთ მორაგბეს, როგორც გიორგი თხილაიშვილია და ძალიან საინტერესოა ზოგადად ბათუმი გაძლიერდა, ახალი ლეგიონერიც დაიმატეს, კამელ დარილე, რომელიც 22 ნომრად ახლა მარკაფაში იქნება და საინტერესო იქნება მისი ხილვა უშუალოდ თამაში. ეს კი დღევანდელი მატჩის მთავარი არბიტრი პაპუნა ჭიქაბერიძე გამოჩნდა, როგორც ჩანს, სულ მალე უნდა დაიწყოს მატჩი. უკვე ბოლნისის ყოჩების მორაგბეები მოედანზე არიან და ველოდებით ახლა ბათუმის მორაგბეებს. საინტერესო ფაქტი შეგვიძლია ის გითხრათ, რომ ლაშა მალაღურაძე უკვე დაახლოებით მე-13 თუ მე-4 თამაში არ მინდა შემეშალოს, დაუბრუნდა ბოლნისის ყოჩებს და ცდილობს გააძლიეროს ეს გუნდი და დატოვოს კროკობეთ დიდიათის გათამაშებაში, მინიმუმ მე-9 ადგილზე მაინც გავიდნენ ყოჩები, რომ შემდეგ გადათამაშება ითამაშონ და ამის ხარჯზე დარჩნენ.
თავარი მიზანია ეს გახლავთ წელს ყოჩებისთვის არც ლელო არ არის კარგად გაქცეული, ასე რომ აი ბოლო 4 გუნდი ყაზბეგი, ლელო და ტაო და ბოლნისის ყოჩები ახლოს არიან, ნუ განსაკუთრებით ყაზბეგი, ლელო და ტაო, რომელსაც 22, 21 და 19 ქულა აქვს შესაბამისად, ცოტა უკვე ბუქვევით არის ბოლნისის ყოჩები 11 ქულით, მათ ორი მოგება მაინც ჭირდებათ. სწორედ ყაზბეგი ტაოს დაუპირისპირდება ხვალ და ეს მატჩი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სატურნი, რომ ცხრილის თვალსაზრისით, სადაც ძალიან ბევრი რაღაც გაირკვევა ამ გასავარდ ზონაში. ქულების შესახებ. კი შანსი ექნებათ გუნდებს ცოტათი უფრო დააღწიონ თავი ამ შემჭიდროვებულ ცხრილს. ეს კი ახალგაზრდა 10 ნომერი ბუბანოზაძე, რომელსაც აქტიურად ცდის ბათუმი აძლევს შანსს ძირითად შემადგენლობაში და კარგი მატჩებიცაც ატარებს ბუბანოზაძე ბათუმის შემადგენლობაში. ეს კი რა თქმა უნდა ჩავწეროთ ბათუმის აქტივში, რადგან მათივე დაწყებული ბურთის შემდეგ ბურთი სწორედ მათ დარჩათ. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ ყოჩებმა უკვე მოასწრო ერთი ოფიციალური მატჩის ჩატარება და აი ეს მეტად გახურებულები არიან თუ არა ეს უშუალოდ თამაშის მიმდინარეობის დროს გამოჩნდება. ალბათ პლუსი უნდა იყოს ერთი ჩატარებული თამაში, რადგანაც არ მგონია ეხა ის. კი ხვალმთავ წააგეს ის თამაში და ქონდათ ნამდვილად შანსები პრემიალური ქულა მოიპოვეს, ახლო თამაში იყო და აქ წინ თამაში. მოკლედ ორი პირველ ერთ წუთი არ გასულა ჯერ და უკვე ორი სტატიკა მოვასწარით. ისე აღვნიშნოთ ისიც, რომ ყოველთვის უჭირს ბათუმს ყოჩებთან თამაში, როგორც გელა მოგახსენოთ, პირველ თამაში სწორედ ყოჩებმა ბათუმს მოუგეს და წინა სეზონებით რო გავიხსენოთ, ყოჩებმა დაამარცხა ბათუმში. ეს საპლეიოფო. კი, ამ გუნდებს შორის ალბათ ეს ესე იგი დაძაბული სახე მიეცა უფრო ალბათ 2 წლის წინანდელი ფინალის შემდეგ, სადაც იქაც იმ წელსაც უშუალო გაჩაღებული ბრძოლა მიმდინარეობდა ამ ორ გუნდს შორის. ფინალამდე სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხან ერთი უგებდა, ხან მეორე და მოკლედ გრძელდება მათ შორის ეს ბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ ყოჩები წელს არ არის საუკეთესო ფორმაში, აქ პერანიძემ ჯერ მოიპოვა ბურთი კარგად და შემდეგ მალევე დაკარგა და ბათუმი შეეცდება უკვე მეტოქის ნახევარზე განავითარო. გამოჩნდა, რომ შერკინებაში მთლიანად ძალიან დიდ უპირატესობას სწორედ ბათუმი ფლობს, რადგან ძალიან დომინანტი შერკინება იყო, იქ უბრალოდ სწრაფად გამოიტანა ბურთი ბოლნისის ყოჩების მორაგბემ და ამის ხარჯზე დაეუფლნენ სწორედ ბათუმელები. ეს კი ბათუმელები ახლა ცდილობენ ხელით შეუტიონ, მოედნის ცენტრში არიან. აღარ აქვთ მათ წინ თამაშის უპირატესობა, კარგი მიყოლა იყო, კარგად ინარჩუნებენ ბურთსღვისპირელები, სიღრმეში გადაწოდებული პასი ფირცხალაიშვილი. კარგი ბოჭო გაკეთა მათზე და მარჯვენა მხარეს ისევ და ისევ რაკში გადავიდა, ეს კი მე მგონი საინტერესოა რა მოხდა აქ. ხო, აქ ფეხი მიარტყა გოგოლაშვილმა და როგორც ჩანს პირდაპირ გადავიდა ბურთი დარტყმის ადგილიდან იქნება კვლავ ბათუმის დერეფანი. ხო, აქ საინტერესოა, რომ ჩვენ ოქმში გვიწერია, რომ ძირითად შემადგენლობაში ლაშა საჯაია არის და თანაც კაპიტანი გახლავთ იგი და ვერ ხო არ ჩანს ლაშა მოედანზე. ჩემთან ოთო გალდავაწერია 2 ნომრად. და აი სხვადასხვა ოქმი გვაქვს მე და შე როგორც ჩანს. ობა და კარგად უტევს ბათუმი, ძალიან კარგად უტევს, ვერ დაემორჩილა ბურთი ფრთის მოთამაშემ რომა მახათაძემ, აი აქ ნახოთ რა ხდება. ძალიან ისეთი მძიმე ტრავმაა სავარაუდოდ რომა მახათაძეა სავარაუდოდ. ეხლა უკვე უპირატესობა გქონდათ, იმიტომ რომ მეორედ უკვე ადრე დაიწყე. მარტო შენ ამოდი ხარ ადრე დავებ დერეფანს. თან მიუხედავად იმისა, რომ გითხარი პირველად შენიშნა. მე ისევე გავახსენე რა. ეხლა სანქცია იყო უბრალოდ. ვა, ძალიან ძიმე ტრავმა, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი სავარაუდოდ კოჭში, აი გაგვიმეორებენ ახლა. სულად ჩაყვა სავარაუდოდ. ძალიან.
და ახლა გვექნება რა თქმა უნდა გაჩერება უნდა შემოვიდეს ეს სამწუხაროა ძალიან რადგანაც რანი ფხალაძე ძალიან ბოდიში რანი ფხალაძე მახათაძე რომა მახათაძე ძალიან კარგ ფორმაში გახლავთ და აღარ არის საჭირო ამისგან მეორება. ხო, ძალიან ძიმე ტრავმა არის, კოჭი ძალიან ცუდად ჩაყვა. შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რომელმაც წელს არაერთი საუკეთესო მომენტით დაგვამახსოვრა თავი, ჯერ მარტო ყაზბეგთან იქ გამარჯვების ლეილთ რადგის ამ ყველაფრად. მეც სამწუხაროა ეს ტრავმა. რა თქმა უნდა და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვოთ და დაბრუნება მოედანზე. პირველი იძულებითი ცვლილება დასჭირდა ახლა ბათუმს საინტერესოა მის მაგივრად ვინ შემოვა, ოქროში ჩავიხედავთ და როგორც კი აისახება. გეტყვით თუ არა და მოედანზე მაინც შევეცდებით დავინახოთ რომელი მორაგბე შემოვიდა რომა მახათაძის მაგივრად. ორი კანდიდატია დარილ კამილი და ტატო კეშელავანუ ამ ორიდან ერთ-ერთი შემოვიდა და სავარაუდოდ. ბათუმი თავის შერკინებას სავარაუდოდ მაგრად მიაწვება აქ პენანიძე გამოდის ფეხით და კონჩეტევას ცდილობს ბათუმი ცუდი გადაცემა ციკლაურის შესრულებით საბოლოოდ აქ წნეხი შეუძლია ყოჩებს განახორციელოს ბათუმზე და ეს რაკი საბრძოლოა ამას ცდილობს ყოჩები და სწორადაც იქცევა მოიპოვეს მე მგონი ბურთი თუმცა დაკარგეს შემდეგ წინ გაუვარდათ მოსულიშვილის კარგი გადაცემა ძალიან გაჭრა აქ ფიცხალაიშვილმა ბოდიში ფერსელიძე გახლავთ ეს ზურგს უკან გადაცემები ფრთაზე ჩავიდა საბოლოოდ ბურთი ფოფხაზემდე აქ კარგ ბოჭვას აკეთებს ძალიან გუშარაძე გახლავთ გუშარაშვილი გახლავთ შეცვალეს ახლა შეტევის მიმართულება ბათუმელებმა ბუბანოზაძე მარცხნივ შუკაკიძე ჩართეს ტამბუ რომელიც ძალიან ძლიერი არის კონტაქტის არეში თუმცა აქ არ ყავდა საკმარისი დამხმარე რაკში და კადულად შეაჩერეს ყოჩებმა ახლა ყოჩები მშვენივრად იცავენ თავს მოედნის ცენტრამდეც ამოწიეს ბათუმელები ახლა ფეხი იკითხება თითქოს აქედან ასეც ხდება ცოტა მოუმზადებელი იყო რადგან ახურო არავიდა თავის დროზე და ჭიჭინაძეს აქვს ძალიან დიდი სივრცე ბურთის წამოსაღებად ასეც ხდება და ძალიან არაზუსტი პასი არის ძალიან მოუვიდა თან გვიან მოუვიდა უკვე უხერხული პოზიციიდან და გაუცუდდა ხო აქ რატუნი რავამ წაიღო ბურთი მიქაძე მიქვე მყოფი მოსულიშვილი ნახა რომელმაც მარცხნივ გაჭრა ხაზი და 50 მეტრიანი წვეტილი ხაზი გადალახეს ბათუმელებმა კი ბატონო მოსულიშვილი პირველ ბოჭოს კარგად დაუსვა ყობახიძე ამწოვებდა კარგად ათამაშდა ბათუმი და წინსვლაც აქვთ მათ მეტოქის ნახევარზე ამჯერად მარჯვენა ფლანგი დატვირთეს სისტრაფეებში განვითარდა ეს ყველაფერი ციკლაურმა გაჭრა ხაზი წინვალე ამოგდებული გადაცემა და აქ რა ხდება შესვლაზე შემოსული ფირცხალაიშვილი ამწოვებს კეშელავა იყო შესვლაზე შემოსული რომელმაც თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთა მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ შეინარჩუნეს ბურთი ბათუმელებმა და პერანიძემ იზღა დარჩენოდა რომ გამოეტანა მოკლე გადაკიდებით ბურთი აქ კი უბრუნდებათ წინ თამაშის უპირატესობა და იქნება შერკინება ყოჩების 5 მეტრიანთან ძალიან ახლოს აბა ვნახოთ რა კომუნიკაცია ექნება პაპუნა ჭიქაბერიძეს ხო წინ გაუვარდათ მანამდე განმარტებას მოგცეთ გაითვალისწინებთ რა უკვე თქვენზე არის პირველ ორ სიტუაციაში 10 ნომერი თამაში გადაში იყო მაგის მერე კოჩის მცდელობა არ ქონდა მაგრამ თამაში სულთან აშკარა ფაული არ ქონდა მაგის მერე კიდევ გოჩის და ლაპარაკობს ცენტრში იყო ვიდეო რეფერენტი მითხრა რომ სანქცია არ იყო 4 დაფიქსირება არის 4 გოლა არის რა თქმა უნდა და შემდეგ სანქცია მადლობა დრო ჩაითო შეკინება შავების კი ყველა მწყობშია დაბრუნდნენ
მოთამაშეები შერკინების ადგილს ახლა ისევ და ისევ რა თქმა უნდა სწრაფ შერკინებაზე გააკეთებენ ბათუმელები ბოლნისის ყოჩების მორაგბეები აქცენტს, რადგან ძალიან უჭირთ შერკინებაში ისეთ მძლავრ შერკინებაში დგომა, როგორი მოთამაშეები წავს ბათუმს. მესამე შერკინება და სამივე შერკინება ყოჩების იყო ბურთი და სამივე შერკინებიდან სწრაფად ცდილობენ ისინი ბურთის გატანას, ამჯერად აქ ამწვავებს. კარგად წავიდა მღებრიშვილი, რომელმაც 2 მეტოქე ერთბაშად ჩამოიშორა და აი აქ საინტერესოა რის მიღწევას ცდილობენ ბოლნისის ყოჩების მოთამაშეები, ძალიან რისკავენ. ხო, მაგარი წნეხი მიიტანა ბათუმმა და გაამართლა ყველაფერთან ყოჩებმა მისცა საშუალება ბათუმს რომ ეს წნეხი დაედო, თორე საკმაოდ კარგად წამოიღო მღებრიშვილმა, დადგა რაკი, შემდეგ მეორე რაკი დააყენეს, რომელიც არ იყო საკმაოდ გამაგრებული იმისთვის, რომ იქიდან თავისუფლად ბურთი გამოსულიყო და შეცდომაზე დაიჭირა, ასე ვთქვათ, ბათუმმა, მაგრამ შემდეგ ბათუმელებმაც ვერ გამოიყენეს საკმაოდ უხეში შეცდომა, რომელიც ყოჩებმა დაუშვეს და საბოლოო ჯამში ისევ და ისევ ყოჩების მოედანზე ვართ და ყოჩების ბურთი იქნება შერკინებაში. კვლავ ყოჩების შერკინება. მოხრა შეგურა შეგინება რა კარგად გამოაგზაურა მღებრიშვილს ბურთი, ეს კი პატარა გადაკიდებული, რომელიც ისევ და ისევ არ იყო კარგი. მიქაძეს სივრცე აქ მარცხენა მხარეს გამყრელიძემ კარგი ბოჭვა გააკეთა. მარჯვნივ ფირცხალაიშვილის არც თუ ისე კარგი დარტყმული, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი დარტყმულად გამოვიდა, რადგან ლევან გოგოლაშვილმა შეცდომა დაუშვა ჰაერში თამაშის დროს, ჯერ წინ გადაუვარდა ბურთი, შემდეგ უკვე გადავარდნილი ბურთი გადავიდა კიდეზე და ახლა იქნება უკვე ბათუმელების შეტევა. ძალიან არეული თამაში. ვერც ერთი გუნდი ვერ თამაშობს, ვერ აბამენ. ბათუმი ფლობს ძირითადად ბურთს, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერი საინტერესო მათ ვერ შემოგთავაზეს. კი ფაზებს ვერ აწყობენ. ვერც იმას ვერ ვიტყვით, რომ ყოჩები რაღაც განსაკუთრებული დაცვით გამოირჩევა და თავგანწირული დაცვით უბრალოდ არაფერი კრეატიული არ ხდება ჯერჯერობით და არც დიდაც ერთი მომენტი იყო, სადაც იქ გადარჩა ყოჩები. ტექნიკური წუნი არის საკმაოდ დიდი, გამომდინარეობს იქიდან, რომ წვიმიანი ამინდია. ხო, მალაღურაძის დარტყმული, სადაც შეცდომას უშვებს მიქაძე, აქ საბოლოოდ წინ თამაში, შემდეგ უკვე რანი ფხალაძისგან შეეძლოს აქ ყოჩებს ბურთის შენარჩუნება მეტოქის ნახევარზე. პირველად იქნება უკვე შერკინება, სადაც ბათუმი შეაგორებს. ის რაც უნდა გაეკეთებინა ყოჩებს აქამდე და კარგად ძლიერი დარტყმულით უნდა გამოსულიყვნენ ფეხით და არ გააკეთეს, სწორედ ახლა გააკეთა ეს ყველაფერი ყოჩების მორაგბე გეზავმა და რამხელა მანძილი მოიგო, შეცდომა დაუშვეს ბათუმელებმა, უბრალოდ შემდეგ უკვე ყოჩებმა კიდე ერთი შეცდომა დაუშვეს, რის გამოც ახლა იქნება ბათუმელების შერკინები. ესეთ თამაში რა თქმა უნდა გამართლებული იქნება მალაღურაძის მხრიდან ძლიერი ფეხის დარტყმა, როგორც მაღალი აწეული ბურთი, ასევე სივრცეში და შორი, რადგან წვიმაში ყოველთვის ძალიან რთულია ბურთზე კონტროლის შენარჩუნება. ეს შერკინება ვნახოთ ახლა. ხო, როგორც მოსალოდნელი იყო და სასტოენი ხო, ნახოთ, ეს უპირატესობა ალბათ დაბრუნდება ბატონო. როგორც ვივარაუდეთ, ალბათ ეს 3 ნომერი პირობითი იყო, თორემ მთლიანად ყოჩები. თუმცა ამოიშალნენ, ვერ გაუძლეს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი განსხვავება დავინახეთ ყოჩების შერკინებაშიც, ის თუ რამდენად უკეთესი არის დღევანდელ მატჩში ბათუმელების შერკინება.
ბუბანოზაძის დარტყმული კი ზუსტია და საკმაოდ კარგი დარტყმული გამოვიდა ახალგაზრდა მგეზავს. ნუ როგორც მოგახსენით, თავდაპირველად ოქში ლაშა საჯაია ეწერა კაპიტნად და თანაც ძირითად შემადგენლობაში, რომელიც ახლა უკვე ოქში საერთოდ შეცვლაზე აღარ ყავთ კვაჭი ყოჩებს. საინტერესოა, რადგანაც ბონუს სამპიო ხაზელი შეცვლაზე უნდა ყავდეს თუ გინდა რომ 23 კაციანი განაცხადი გქონდეს და მოკლედ შეცვლაზე 8 მოთამაშე ყავდეს და საინტერესოა ყოჩებს თუ მოძევნეს ამის ალტერნატივა, რადგანაც ჯერჯერობით ოქში არ გვიჩანს შეცვლა და სავარაუდოდ ლაშა საჯაია დაშავდა ალბათ გახურებაზე და ну იმედოვნებთ რომ მოკლედ ის კარგია. რა კარგად შევიდა იქ ტამბუ, კარგი უპირატესობა ნახა, აქ ფოფხაძე გუშარაშვილის დუელი იყო და კარგად შეაჩერეს ყოჩების მონაგბეებმა ბათუმელები. ბათუმი უტევს, მაგრამ გამოვარდა ბურთი აქ, ეს უკან იყო და კონტროლი ვერ დაამყარეს ბოლოს და ბოლოს ბურთზე ყოჩების მონაგბეებმა. 5 მონაგბე ერთბაშად ცდილობდა რომ ბურთი დაეჭირა და წინ გადაუვარდათ. საბოლოოდ დარჩა ბურთი ბათუმს. მარჯვნივ თურმანიძე არც თუ ისე სწრაფი გადაცემა, მაგრამ მორკინალები როგორ ფორმაში არიან ბათუმელები, რამხელა უპირატესობებს აკეთებენ, აი აქ უკვე შეცდომა დაუშვეს ბათუმელებმა. ციკლაური და წინ თამაში იყო ჩემი აზრით, ხო, იმიტომ რომ ბათუმელების ყოჩების მხრიდან იმ წინ თამაშის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ბათუმი ცოტა წინ წავიდა და ვიცით რომ წინ თამაშის უპირატესობა არ არის ესეთი გრძელვადიანი როგორც ჯარიმის უპირატესობა. კი ბატონო. აქ რანი ფხალაძე მითამაშა შესანიშნავად, წაიკითხა რა ფირცხალაიშვილის გადაცემა, დარჩა შიგნით თავის თანაგუნდელთან და ძალიან კარგი ბოჭვა გაუკეთა გიორგი მოსულიშვილს. ანუ ესეთი წაკითხული დაცვის შემდეგ ან ბურთი უნდა შეინახო, ან თანაგუნდელს გაწირავ. ესე რომ ვთქვა და აქ ანუ დაკარგეს საბოლოოდ ბათუმელებმა ბურთი. შეიძლება უფრო მაგარი ბოჭვაც მოხდეს ესეთ დროს გადაცემის შემდეგ თანაგუნდელს. კარგი შერკინება კლავინდებურად მალაღურაძის გადაკიდება ფრთაზე. ნუ აი რატო რისკავენ, ნუ კი ისევ და ისევ ვერ ხვდები აქედან ძლიერი დარტყმულით რატო არ გამოდიან. ჩაჭრა პერანიძემ და ნახოთ აი ახლა როგორ მოიქცევა. კარგი. როგორ არ გაატანეს ახლა მალაღურაძეს გადაცემა, აქ ხო გზელდება თამაში. ეს უნდა იყოს ჯონი თორღვაშვილი, მარცხნივ რა შეტევა აქვს ჯარიმის უპირატესობა ყოჩებს რისი ეჭვის მქონდა მე გზელდება ჯარიმის უპირატესობა, ნუ მეტად ადრე შეეძლოთ ყოჩებს ჩემი აზრით მარტივად ამ ეპიზოდის დასრულება მათ სასარგებლოდ გზელდება შეტევა. საინტერესოა იქნება თუ არა ყვითელი ბარათი. ისე თუ ჯარიმა ყვითელი ბარათი უნდა იყოს ალბათ, იმიტომ რომ იმხელა წნეხში იყვნენ ბათუმელები და ყოჩები ისე უტევდა რომ სწრაფი შეტევა გააჩერეს და მაგრამ აქ დაინდო ბატონმა საჯმა ბათუმელები და ახლა ძალიან კარგი შანსი აქვთ ყოჩების მალაღურაძის გადაკიდებული გადაცემა გოგოლაძეზე ჩაიჭრა ეს ბურთი და კონჩეტევაზე მოდის უკვე ბათუმი ახლა რა ხდება აქ ფოფხაძე დაეუფლა საბოლოოდ ბურთს, ნუ გრძელდება ეს არეული თამაში, რაც ყოჩების სტილი არის და ვნახოთ ყოჩები რამდენად შეძლებენ მეტოქეს მოახვიონ ეს ყველაფერი თავს, თუ ესეთი მიმდინარეობით გაგრძელდა თამაში ყოჩებს ექნებათ გარკვეული შანსები ვფიქრობ. გეთანხმები გელა არეული თამაში მხოლოდ და მხოლოდ ყოჩებს აწყობთ. კлау, აქ როგორ ვერ შეიმაგრა ბურთი. მაგრამ იმხელა ტექნიკური წუნი აქვთ გადაცემების დროს, ბურთის დაჭერის დროს, ფეხის გადაკიდების დროს, რომ აი ძალიან რთული იქნება. ძალიან რთული იქნება ამ თამაში, თუნდაც ყოჩები დარჩნენ გამარჯვებულები. ნახოთ გამეორებით. უმარტივესი შეცდომა. რომელსაც უშვებს აბრამიშვილი, როგორც ჩანს ქარიც არის. ხო, თავიდან თითქოს უნდა და ბურთის დაჭერა და მე აღარ გადაწყვიტა და საბოლოოდ აი შუაში გაიჭედა ესე რომ ვთქვათ.
წრები გაასწორეთ. ოხრა. შეგულა. შერკინება. შერკინებაში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ბათუმს, აი აქ უკვე ამოვიდა ელდარ პატარაია და ჯარიმის უპირატესობაც მე მგონი აქვთ ბათუმელებს. მიქაძე კარგია, კარგად გას ფეხზე, წავიდა წინ. მარჯვნივ გაიშალა ბურთი, რატუნი არავა, შესანიშნავად გაჭრა ხაზი. ფეხი გადაკიდა შემდეგ, არ ვიცი ეს რამდენად კარგი ფეხი იყო, ოთო გალდავას ძალიან კარგი ბოჭვა გაუკეთეს, აქ რაკი. ხო, ძალიან კარგი უპირატესობა გავიდა, ესე იგი თავისი ნახევრიდან. და ყოჩები კიდევ ერთ ჯარიმას გადარჩა შერკინებაში, რაც კარგია მათ. შეიძლება პოზიციურად ძალიან წააგეს, მაგრამ შერკინებაში ჯარიმას გადაუშვნენ ისინი და ეს მათ აქტივში შეიძლება ჩავთვალოთ, რადგანაც ყვითელი ბარათი შერკინებაში სავარაუდოდ სადღაც ყოჩებს უწერიათ დღევანდელ მატჩში და ეს რომ ჯარიმა არ იყო, უკვე კარგია. კი, ახალგაზრდა ბათუმელი გულშემატკივარი გვანახეს, რომლებიც რა თქმა უნდა გულშემატკივრობენ თავის გუნდს. აი ესეც ძალიან ცუდი გამოსვლა იყო მალაღურაძის მხრიდან. საინტერესოა ეს ქარიზბრალია თუ უბრალოდ აეჭრა საკმაოდ გამოცდილ გეზავს ბურთი ამ სიტუაციაში. წნეხშია ეხა ესე მარტივი არ არის ესეთ სიტუაციიდან მოკლედ შეცქვებით ჩადიოთ იმათაც ხარიზე ვითქობა რა კისერში მეტომარ დიდარი. იქ ალბათ პერანიძის მომენტში კარგი იქნებოდა თუ თვითონ პერანიძე გააგრძელებდა იმ შეტევას. პერანიძესაც შეეძლო იქ ეპიზოდის დასრულება, მე ესეთ შეგრძნება და ერთ-ერთზე იყო მშველთან. შემდეგ უკვე გიორგი გამყრელიძეს ნამდვილად უნდა გაეკეთებინა გადაცემა, მალაღურაძე კარგად მიყვებოდა მას და მოკლედ ყოჩებმა მარტივი მომენტი ვერ დაასრულეს თავიანთ სასარგებლოდ. ვაჟა თაგაური დარჩა ბურთი ბათუმს, კი ასეც ხდება. თურმანიძე ჯარიმის უპირატესობა და გიგა კობახიძემ ძალიან დიდი უპირატესობა გააკეთა ახლა კონტაქტის არეში, ეს კი 9 ნომერზე თავდასხმა რა თქმა უნდა. გრძელდება ბათუმის შეტევა და დაბრუნდება ეს უპირატესობა. გაფრთხილებას იღებს აკოჩები. გურამ გოგიძია კაპიტანი. ლაპარაკთან დაკავშირებით იყო გაფრთხილებულები ჟორა. საბუდე შენზე არა, სხვები იყვნენ და გუნდურად გაფრთხილებული ლაპარაკზე რა. შენ მოგიწია უბრალოდ. ლაპარაკის გამო მიიღო ჟორამ ღებრიშვილმა ყვითელი ბარათი, საჯმა გახსენა რომ არ იყო ეს პირველი შემთხვევა და ეხლა ყველა ერთად აპელირებდითო მოკლეთო და შენ მოყევი ამ სიტუაციაშიო და დაისაჯა ჟორამ ღებრიშვილი ყვითელი ბარათი. ლაპარაკს თუ გააგზავნებთ, იგივე ინტენსივობით მოგიწევს ბარათების გასცემა. ხონუ აქ ამ შეტევაში ამ შერკინებაში ჯარიმა იკითხება სავარაუდოდ. 18-ის ლეოსთან ახლოს არის. ამ შეტევაში ბევრი რამე იკითხება, მაგრამ თავარია ბათუმი როგორ გამოიყენებს. ჯარიმა რო ექნებათ, აქ ორი აზრი არის. თარო აკაცით დარჩა შერკინებაში ყოჩები. აქ ერთი საფიქრალი რაც აქვს, ბოლომდე შერკინებით შეიყვანონ თუ გამოიტანონ ბურთი და უკვე ხელდახელ შეუტიონ, მაგრამ რატომ უნდა გამოიტანონ? ბარემ ბოლომდე ნომერი როგორ აკონტროლებს ბურთს? აი ეს არის საინტერესო გამოუვარდა საბოლოოდ და ჯარიმის უპირატესობაც არ არის, რა თქმა უნდა. კარგი ცრუ მოძრაობა აქტო ლელო. შესანიშნავი ლელო, ზურა ფირცხალაიშვილი გახსოვთ ალბათ ეს ბიჭი შარშან 20 წლამდელებში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა კიდევაც რამოდენიმე კარგი ბურთი მოხსნა ჰაერში.
ვისაც ვინც უყურეთ იმ თამაშებს აუცილებლად გაგახსენდებათ და ეხლაც ძალიან ტექნიკურად და კარგად შეძლო მეტოქის დაცვის გარღვევა და გაიტანა საკმაოდ ლამაზი ლელო. ყოჩებმა თითქოს განმუხტეს ეს სიტუაცია, შერკინებიდან ისე გამოძვრნენ, რომ არ დაჯარიმებულან, მაგრამ ჩამოეძინათ და ძალიან ახლოს იქ სადღაც ხაზი არ უნდა გატყდეს, სწორედ იმ ადგილში გატყდა და ფირცხალაიშვილმა როგორც გითხარით, საკმაოდ კარგი ლელო გაიტანა. ლელოს გარდასახვაც დაუმატა და 7 ქულა უკვე მატჩის 22 წუთზე. 7-0. აქ რატო არ მიცა ჯარიმა? იმიტომ რომ ყოჩები მეთოდურად იხევდა უკან და მათი პირველი ხაზი არ ამოვიდა, არ გამოვიდა. კორპუსიც არ შეიცვალეს წნეხში, ნუ ესამე ხაზი მოეხსნება, არ მოეხსნება. მოკლედ თუ წყობრა დაიხია გუნდმა უკან იქ ჯარიმა არ არის. რა თქმა უნდა, დარღვევა თუ არ არის, უკან დახევა, ესე მარტო არ არის. კი, ზოგს გონია რომ აი ეს უკან დახევა ჯარიმაა, მაგრამ თამაშიც ხშირად ყოფილა ხოლმე აპელირება, რომ აი ვაწვევით და რატო არ გვაძლევ ჯარიმას. თუ არ დაარღვიეს, მოკლედ ჯარიმა არ არის. რა კარგ ფორმაშია ციკლაური ბათუმელების შიდა ცენტრი 12 ნომერი, რომელიც ყოჩების შემადგენლობაშიც იცავდა თავს და კარგი თამაშები აქვს, რა თქმა უნდა, მას ჩატარებული ყოჩების რიგებში. ბუბანოზაძე გამოვიდა ბურთი ხაზზე, ფირცხალაიშვილი საკმაოდ გრძელი პასი და კარგია, ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალ ფასი, რომელიც ჯონი თორღვაშვილმა ძალიან კარგად წაიკითხა, გამყრელიძე დარჩა. ნუ ეს გადაცემა არაფერში არ ჩდებოდა და ყოჩებს უნდა შეენარჩუნებინა აქ ბურთი. სავარაუდოდ ბათუმი ფეხით გამოვა. ეს ბურთი შეტანილია, რაც ნიშნავს იმას, რომ არა, საბოლოოდ ბოჭვა 22-ში მოხვდა მე როგორც დავინახე, კი. კი. კარგი დარტყმული გამოვიდა ძალიან. როგორც ჩანს, ხო არ იყო შეტანილი და მოკლედ ფირცხალაიშვილი გამოირჩევა ჯერჯერობით, ეხაც კარგი ფეხი იყო, ლეოს მიითვალა ამ მურაგბემ. ხო შე როგორც ახსენე, ირაკლი მას მიეცა შანსი გასახურებელ თამაშებში, ტესტებში, ინგლისთან ქონა კარგი ორი გასახურებელი მატჩი მსოფლიო ჩემპიონებთან, რომლებსაც მოუგეთ ერთი ტესტი აქ თბილისში გვახსოვს და სწორედ იქ გამოირჩეოდა ეს მორაგბე. არ ვიცი ამ მორაგბის ზუსტი ასაკი, მას აქვს თუ არა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ მოხვედრის შანსი, მაგრამ მოკლედ შეუძლია რომ კარგი რაგბი ითამაშოს. შენ ახსენე 20 წლამდელები და ვიტყვით იმას, რომ 23-ში ავჭალის სტადიონზე სამხრეთ აფრიკის 20 წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებით 4 საათზე და ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი ღირს და ასევე ლელო არენაზე იქნება 28-ში 3 საათზე ასევე სამხრეთ აფრიკასთან და ასევე შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ და დაესწროთ საკმაოდ კარგ თამაშებს. ფიზიკურ დაპირისპირებას ეს რაც ვიცით ყველა ვარიანტი ესე იქნება რა. კი 20 წლამდელები თან სამხრეთ აფრიკა, ნუ რა თქმა უნდა. ჩვენების. ძალიან ძლიერი გუნდია და ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ, მაგრამ ნუ როდესაც სელექციაზე გვაქვს საუბარი სამხრეთ აფრიკას, იმხელა სელექცია აქვს, ვერ შევადარებთ ჩვენ ნაკრებს, მაგრამ ჩვენც ვცდილობთ ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ 20 წლამდელების რიგებში და ყავს როგორც ლეგიონერები, ასევე საქართველოში მოთამაშე ადგილობრივი მოთამაშეები და ვნახოთ როგორი თამაშები გამოვა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. ერთგვარი გასახურებელი თამაში არის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომ ეს სელექციაც კარგად წარიმართოს ოცების ნაკრებში. კონტრაქის მცდელობა საინტერესო აქ რა იქნება. ნუკრი ფერსელიძე კარგად ეძალება, მაგრამ შესანიშნავი დაცვა, შესანიშნავი აქ ბოჭვაა გაკეთებული და უნდა გადაგორდნენ ყოჩების მორაგბეები, ასეც ხდება. ძალიან უჭირთ აი კონტაქტის არეში რაქის დაყენება, სწრაფი ბურთის გამოტანა, აი ამ კომპონენტში კარგ წნეხს ადებს საკმაოდ ყოჩები. მეტოქეს. შესანიშნავი იყო ლევან გოგოლაშვილი, რომელმაც ჰაერში კარგად ითამაშა, მაგრამ რატო არ ითამაშა ბურთის შენარჩუნებაზე, არ ვიცი, აქ შეკონჩეტევის შანსი ბათუმს, მიქაზე ჩაერთო სისწრაფეში კარგად ჩამოიშორა მეტოქე და ლევოზე მიდის, ჭიჭინაძე მიყვება, თუმცა შანსი არ არის რომ გაასწრონ მას და შეისეირნა მიქაძემ ცენტრში და შესანიშნავად ითამაშა მიქაძემ და
გაყვნენ ყოჩების მორაგბეები ესკორტით გააცილეს როგორ დადებდა ძელებს შორის შეიძლება და იქ ჯონი თორღაშვილს უფრო ტექნიკურად ეთამაშა უფრო მიეცა იქით კუთხე და თვითონ სივრცე დაეტოვებინა და კარგი ბოჭვა გაეკეთებინა ცოტა იჩქარა ახალგაზრდა მორაგბემ ხოლო ვაჟა მიქაძე უკვე საკმაოდ გამოცდილია მას დიდადშიც ბევრი თამაში აქვს ჩატარებული 20-ების გამოცდილებაც აქვს და ეს ფიზიკურად კარგ ფორმაშია და გვანახა კიდევაც თავისი ფორმა სიღრმიდან ჩაერთო კარგად მიქაძე რაც ესე ყველაზე აღსანიშნავია ამ მომენტში ესე იგი ესეთ სისწრაფეში რომ ჩაერთვები სიღრმიდან მოკლედ შანსი მეტი გაქვს რომ კარგად გაამწვავო ეს მომენტი აი აქ თორღვაშვილი ცოტა ზევით დარჩა და მარტივ შრომ მოძრაობაზე წამოიგო აი აქ კი ხო ნუ არ და რა კარგი ბურთი მოიპოვა გოგოლაშვილმა თავდაპირველად და ყველაფერი შემდეგ უკვე იმ დაკარგული ბურთიდან დაიწყო. დაიწყე და მერე გაჩერდა. მალაღურაძის არც თუ ისე კარგი დარტყმული, უდნავ მაღალი რო ყოფილიყო, იქ უკვე შეეძლო აბრამიშვილს ბურთზე ეთამაშა, მაგრამ მარტივად დაეუფლნენ ბათუმელები ბურთს. თურმანიძის აბრაგანი, რომელსაც კარგად ხვდება გუშარაშვილი ჭიჭინაძე იქვე უტევს არ მოაცილა ბურთი შეჯგუფების არეალს და ახლა უკვე მორკინალები ცდილობენ მოკლე დარტყმებით წინ წასვლას. ნუ აქ ცოტა უკან უნდა დარჩნენ. აი ეს კი მალაღურაძის თამაშია უკვე მაღალი ძლიერი დარტყმული, რომელსაც ფირცხალაიშვილი ეუფლება, არც თუ ისე კარგი კუთხეა, ნახოთ აქ უკვე დამტყმელზეა დამოკიდებული ყველაფერი, რამდენად კარგად შეასრულებს აქედან დარტყმას. შეუულია ყოჩებს ის რომ დარჩეს მეტოქის ნახევარს. კი ასეც ხდება, ნუ ამ პატარა პინგ-პონგში ეგრეთ წოდებულში გამარჯვებული დარჩა ბოლნისის ყოჩები და 10 მეტრიან წყვეტილ ხაზში გნით იქნება მათი დერეფანი. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ ის რომ ხოლმე გაიმართება დიდიათის თამაშები, სადაც ქუთაისის არესი დაუპირისპირდება არმიას, საკმაოდ კარგი თამაში იქნება, რადგან ორივე ეს გუნდი ზედა ცხრილის ზედა მხარეს არის განთავსებული და არმიას სჭირდება გამარჯვება იმისთვის, რომ უკვე მეოთხე პოზიციაზე გადავიდეს და კონდეს შანსის 3-ში შესვლის, ხოლო არესის უშუალო მდევარი კი არის ქუთაისის აია და ექნება შანსი რომ ქუთაისის აიას წამოეწიოს მაქსიმალურად. ხო, ეს ბოლო დარტყმული უხერხული გამოვიდა მალაღურაძის და ყოჩები დარჩა კვლავ მეტოქის ნახევარზე, კვლავ ფეხი აქ ხო დაბრუნდება. წინ თამაშს უპირატესობა. კარგი, მოდი გავაგზავნოთ მაშინ ხვალ არესი არმია იქნება 2 საათზე აი არენაზე, ხოლო ხვამლი ლელო იქნება 4 საათზე. ძალიან ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ პრინციპული დაპირისპირებები აქვთ ხვამს და ლელოს და უკვე ეს კაცთა შორისაც ძალიან კარგი თამაში იქნება. ხვამლი არენაზე გაიმართება, გირჩევთ, ვისაც დრო გექნებათ მიიბრძანდეთ, ვისაც არა რაგბი ტივის ეთერში გექნებათ საშუალება. შემდეგ უკვე კვირას ყაზბეგი და ტაოს დაპირისპირება იქნება. რაც ასევე საინტერესოა და უკვე ხარები აია არის 4 საათზე ჩანიშნული, მაგრამ ჩვენს ეთერში 6 საათზე გავა რელაივის სახით, რადგან 4 საათზე არის ესპანეთი საქართველოს რაგბი ევროპის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, სადაც ესპანეთთან გვექნება თამაში და რა თქმა უნდა გამარჯვება გვჭირდება იმისთვის, რომ გავინაღდოთ პირველი ადგილი და ნახევარფინალი სწორედ ჩვენთან თბილისში იყოს. ჯორამ ღებრიშვილი შემოსულა ამასობაში, ჭიჭინაძე შიგნით შევიდა. მოძრაობა ძალიან კარგი ფეთქებადობა აქ უახლოვდება მეტოქის ლელოს ჭიჭინაძემ ღებრიშვილი 0 ზონაში მიდის. აბა ნახოთ თუ დააგდებენ ამ ტალღას ყოჩები, მალაღურაძეზე გავიდა გადაცემა, აქ უკვე კვლავ ყოჩები უტევენ. ყოჩები უტევენ და ბურთს ინარჩუნებენ. გამყელიძე იყო ბურთით. პერანიძემ დააქნია და ლელოზე წავიდა. შემცირდა სხვაობა, კარგი ეპიზოდი ძალიან ყოჩებისგან. უნდა შევაქოთ აქ რა თქმა უნდა თენგიზ პერანიძე, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა ეს
კლასი გამოაჩინა და ეთყობა კიდევაც რომ საკმაოდ ხარტი არის დღეს მყოფ მოთამაშეებთან შედარებით. აი ესეთი ფეთქებადია, მოკლეს დისტანციაზე საკმაოდ მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია და აი აქაც ეს ტექნიკურად იმდენად კარგად დაუქნია და შეტეხა და შემდეგ იმ სისტრაფის ხარჯზე მიაღწია კიდე ლელომდე და გაიტანა ძალიან კარგი ლელო. მისცა შანსი ყოჩებს იმისა რომ დღევანდელ თამაში უკვე იფიქრონ ანგარიშის გათანაბრებაზე და შემდეგ უკვე წინ გასვლაზე. ყველაფერი კი დაიწყო თემო ჭიჭინაძის ამ წინვალის მოძრაობით, რომელმაც შესანიშნავი შეტევის პლაცდარმი მოუტანა შემდეგ უკვე ყოჩებს და მათაც მოკლედ კარგად განავითარეს ეს შეტევა. ლაშამალაღურაძე ემზადება გარდასახვის შესასრულებლად და ეს გარდასახვა ზუსტია. 7 ქულამდე შემცირდა სხვაობა და ხო ნუ რაღაცა ბათუმი მოკლედ კი იყო კარგი უპირატესობით ამ წუთამდე, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ მაინც დიდი უპირატესობა იგრძნობოდა მათი მხრიდან. ნუ შერკინება გახდა. ბათუმს ახასიათებს არიან აი ეს შანსოთაა ძალიან ყოჩები. დროის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში უფრო დიდი უპირატესობა აქვს და შემდეგ შეიძლება ძალიან ბევრი ქულა გაუშვან უცბად ბათუმელებმა. ცოტა სტაბილურობა მათ თამაში აკლია. ნახოთ ახლა ბუბანოზაძე წინა ეპიზოდში გამყრელიძის კარგი შესვლაც უნდა აგვეღნიშნა, როდესაც აღნიშნეთ ჭიჭინაძის კარგი აფეთქება. აქ თავთან კონტაქტია, ხო? თავთან კონტაქტი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ იტკინა მაგრად აშკარად ვაჟამიქაძემ ოთო გალდავა თავზე იკიდებდა ხელს და ალბათ გაამეორებდა მომენტს. ჩვენ მანამდე დავრჩეთ, რა კარგია რანი ფხალაძე და შემდეგ როგორი კარგი წინსვლა აქვს ეს კი ისევ და ისევ თამაშგარე. დარტყმის მერე თამაშგარე იყო, 9 ნომერზე თამაშგარე იყო. ორი ჯარიმა იყო, ხე თამაშგარეზე იყო ორი. ალბათ ნახოთ ეს კარები? და ნუ ლაშამალაღურაძეს შანსი აქვს რომ სხვაობა შეამციროს 4 ქულამდე. შესანიშნავი გარდასახვა გაიტანა და აი ახლა ვნახოთ ამ ჯარიმას როგორ შეასრულებს გამოცდილი მგეზავი ლაშამალაღურაძე. ანგარიშის სხვაობა გატანის შემთხვევაში მხოლოდ 4 ქულა იქნება და დარწმუნებული ვარ რომ არა ორივე გუნდს ექნება ძალიან ბევრი შანსი ჯერ კიდევ იმისა რომ მოიპოვონ ქულები დღევანდელ მატჩში. მალაღურაძის დარტყმული რომელიც ზუსტია და ანგარიში ხდება 14-10. ძალიან მალე მოახერხეს თანაც თამაში დაბრუნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის რომ დაბრუნებულიყვნენ თამაში. ვაჟამიქაძეს რაღაც ტრავმა აქვს როგორც ხედავთ. სისხლი რომ ავაგზავნებთ შეუძლია რომ დროებით გავიდეს. ეხლა აქ მიქაძე დატოვოს და დაბრუნდეს. ცვლილებას გულისხმობ. აი ეს ჯობს რომ შეცვლა შემოვიდეს დროებით. აქვს ამის ფუფუნება ეხლა ბათუმს და იწელება მე მგონი ტყუილ თამაში. 4 წუთში არის შერკავა თუ აქ შევცვალეთ. დრო გაჩერებული ექიმი ხო ხარ? შეცვლიდი. შეცვლა თუ შერკავა აქ უნდა შეიცვალოს აუცილებლად. შერკავა, კაი შეცვლა. არა. შერკავა უნდა შევა ისედაც. ვარბაცებს. ხო აქ თავში მოკლედ თავში მოხვდა აქ როგორც ჩანს ოთო გალდავას. საინტერესოა იქ თავთან კონტაქტი იყო და არ გაგვიმეორეს ის მომენტი, არც ვიდეო რეფერი არ ჩართულა. შეიძლება გაამეორეს და არაფერი დარღვევა არ იყო. ხო, სავარაუდოდ. მაგრამ კარგი იქნებოდა რომ ჩვენს გქონოდა ეგ. მაინტერესებს თუ შემოვიდა შეცვლა ეხლა არ ყავთ და მე მგონი ამას ეუბნებოდა გუშარაშვილი. გუშარაშვილი. პოზიციაზე მაინტერესებს ვინ დადგება. ანახე რატის ამყურაშვილს შეუძლია როგორც კვაჭის პოზიციაზე დადგომა და ალბათ გიორგი წამალიძე შემოვა მის მაგივრად.
თენგიზ პერანიძე გამოდის შორეული დარტყმით ფირცხალაიშვილი ასევე ძლიერი დარტყმით გამოდის, რომელსაც პერანიძე ხვდება მალაღურაძეს გამოუტანა და მალაღურაძის ძლიერი დარტყმული საკმაოდ ვერ ჩავარდა მოიწ სანტიმეტრები დააკდა შესანიშნავ დარტყმა გამოსდიოდა ლაშა მალაღურაძეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან უნდა გარისკოს და ასეთი დარტყმები ბევრი დარტყმა უნდა შემოგვთავაზოს დღეს, თუ უნდა რომ გამარჯვებაზე იფიქროს. ძალიან მნიშვნელოვანი 3 წუთი ახლა ყოჩებისთვის და თუ მათ შეეძლეს და დაიცვეს მოკლედ თავი, გულა არ მიიღეს, ძალიან დაძაბული მეორე ტაიმი ვფიქრობ, რომ გველოდება. ნახოთ აბა. ას მოახერხებს ყოჩები. შემოვედი ტელეფონში. არასრული დერეფანი ბათუმელებს ალბათ სწორი მოწოდება. ხო, იკითხებოდა რომ სტრაფი დერეფანი და შემდეგ უკვე ხაში გატანა და იქ დარტყმა, ეს კი დიდებულიძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული თავისი გუნდის. გაგვიკვირდა რომ ყოჩებმა აუტი აირჩიეს. და ამ მოძრაობაში კი აქ ახტა ყოჩები და ძალიან მარჯვნივ იყო, ძალიან ბათუმელების ხარეს იყო მოწოდებული, ეს კი ეს კი პერანიძე ითავსა, ესე იგი კვაჭის პოზიცია ეხლა. სწრაფად გაათამაშა ბურთი და საბოლოოდ ცოტა უხერხულად ეუფლება ბურთს პერანიძე, თუმცა მალაღურაძე ვეღარ დაეუფლა უკვე ჭიჭინაძეს გამოდის შორეული დარტყმულით, აქ ციკლაური გადაცემა ფირცხალაიშვილზე, კვლავ უხერხულად იღებენ ბურთს ისინი, კარგი სრულ მოძრაობა და ბოლოს რა მოხდა აქ ეხლა მას ამ დროს მოხდება, როცა სწორად უნდა ირბინო და აი ამდენი სრულ მოძრაობა უბრალოდ დროს გაკარგვინებს და მანძილს გამოვარდა ბურთი ყოჩებმა ჩაიგდეს, არა ვერ ჩაიგდეს, წნეხშია ძალიან ბათუმი ამ შემთხვევაში და ალბათ უკვე დროზე არიან რომ მორჩეს პირველი ტაიმი და გადაიტანონ კიდეზე, მაგრამ რა თქმა უნდა ფეხით გამოსვლა შეიძლება აქედან ამდენი რისკის აღება უკვე აღარ არის საჭირო. ხო, მაგარ წნეხს ხიმი აქვს ახლა ყოჩებს მეტოქეზე, თანაც უპირატესობაც აქვს, გრძელდება თამაში, ჭიჭინაძე ფეხი და ცოტა ძლიერი მომეჩვენა. კარგად ძლიერი გამოვიდა ეს დარტყმა. დარტყმის ადგილიდან შეკიდა. დამთავრდა პირველი ტაიმი სავარაუდოდ. ხო, ну საინტერესო თამაში მიდის იმის მიუხედავად, რომ დიდად სანახაობრივი მომენტები არ გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ საინტერესო დაძაბულად და საინტერესოდ გაგრძელდება მეორე ტაიმი დროებით გემშვიდობებით. დროებით.